სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ყველას მოგესალმებით, ბიბლია ყოველ დღე. მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა მამის გამარტებით. ფსალმუნი 77, ცოტა დიდი ფსალმუნი არის და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ეკრძალეთ ერი ჩემი ჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქვენი სიტყვათა პირისა ჩემისა და ასაფი მოუწოდებს ხალს მოისმინონ ღმერთის ჯული და ბასილი დიდი ამბობს რომ ღმერთის სიტყვის მოსმენა სულიერი ზრდის საფუძველია. მეორე მუხლი. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა, რაოდენი გვესმა და ვცანთ იგი და მამათა ჩვენთა გვითხრეს ჩვენ. ესე იგი ასაფი იგავებით ყვება ღვთის საქმეებს და ოქროპირი იოანე ოქროპირი გვასწავლის რომ იგავები ღრმა ჭეშმარიტებას გადმოსცემენ. ხალხმა მიიღო წინაპართა გადმოცემა და ესე იგი თეოფილაქტე ბულგარელი ასევე ამბობს რომ ტრადიციის გადაცემა რწმენას ინარჩუნებს. მეოთხე მუხლი. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხვა მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისა და საკროლებასა მისა რომელ ქმნა. ესე იგი ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო რომ ღმერთის საქმეები თაობებს უნდა გადაეცეს და ასევე გვარწმუნებს იგი რომ ღმერთის ქება შვილებს ესე იგი რწმენას ასწავლის. დააღდგა საწამებელი იაკობსა შორის და ჟული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩვენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა. ღმერთმა ისრაელს ჟული მისცა გადასაცემად და ოქროპირი ამბობს რომ ჟული თაობებს ესე იგი ღმერთის ნებით ესე იგი აცნობს. შემდეგი ვაგრძელებთ მეექვსე მუხლი. რაითაც ნას თესლმან სხვამან შვილნი რომანი იშვებოდიან და აღდგენ და მიუთხრობდნენ ამას შვილთა მათთა. ახალი თაობა უნდა გაეცნოს ესე ვთქვათ ღმერთის საქმეებს. თეოფილაქტე გვასწავლის რომ გადამოცემა რწმენის გაგრძელებაა. მეშვიდე მუხლი. რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოება იმათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდნენ. ბასილი დიდი გამარტავს რომ ღმერთის ნდობა და მისი მცნებების დაცვა აუცილებელია და ბასილი დიდი ასევე ამბობს რომ ეს იცავს ხალხს ცუდვისაგან. მერვე მუხლი. რაითა არა იქმნეს ვითარცა მამანი მათნი თესლ გულარძნილ და განმამწარებელ თესლმან რომელმან არა წარიმართა გული მთვისი და არცა სარწმუნო ღმრთისათანა სული თვისი. იოანე ოქროპირი გამარტავს რომ ხალხი არ უნდა გახდეს ესე იგი ურჩი როგორც მათი წინაპრები და იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს ურწმუნოება სულიერ სიკვდილი მოაქვს. ურწმუნოება სულიერი სიკვდილი მოაქვს. ურწმუნოებას. მეცხრე მუხლი. ძენი ეფრემისნი მომთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. არა იმარხეს მათ აღთქმაი ღმრთისაი და ჟულსა მისა არაინებეს სლვაი. ხალხმა არ შეასრულა ღვთის აღთქმა და ბასილი დიდი გვარწმუნებს რომ აღთქმის დარღვევა ღმერთისგან განშორებას იწვევს. მე-11 მუხლი. და დაივიწყეს მათ
კეთილის ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩვენა მათ. ანუ ხალხმა დაივიწყა ღმერთის ღვთისმსიკეთე და ოქროპირი ამბობს, რომ მადლიერების დავიწყება ცოდვის საწყისია. წინაშე მამათა მათა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქვეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა. ესე იგი ღმერთმა სასწაულები მოახდინა ეგვიპტეში და თეოფილაქტე გვარწმუნებს, რომ ეს ღმერთის ძალის გამოვლინებაა. მე-13 მუხლიდან ვაგრძელებთ, მეგობრებო. განაპო ზღვაი და ჭიაღი ხვანა იგინი და დაადგინა წყალნი ვითარცა თხიერთა. ჩვენ ვიცით, ღმერთმა გაყო წითელი ზღვა, ხო, და ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ღვთის ძლევამოსილებასა და ხსნას აჩვენებს. მე-14 მუხლი და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა, განაპო კლდე უდაბნოსა და ასვა მათ ვითარცა ღრმისაგან დიდისა. ესე იგი ღმერთმა კლდიდან წყალი გამოადინა და ესე იგი ეს ღმერთის მსრულელობის სიმბოლოა. გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდა მოაცენა ვითარცა მდინარეთა წყალნი. ესე იგი ღმერთის ღვთის სასწაულმა ხო მდინარეებად აქცია კლდე და ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ღმერთის ძალა ბუნებასაც ცვლის. შემდეგ მე-17 და შეღავეს ძინეს მერმეცა შეწოდებად მისსა განამწარეს მაღალი ურწყულსა. იოანე ოქროპირი ამბობს, მეგობრებო, რომ ხალხმა ისევ შესწოდა, მიუხედავად სასწაულებისა, ოქროპირი გვაფრთხილებს, უმადურობა ღმერთს ამწარებს, ესე ვთქვათ. და მე-18 მუხლი და განცადეს ღმერთი გულთა შინამართა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის. ხალხმა ღმერთი გამოსცა და იგი საჭმლის მოთხოვნით და თეოფილაქტე ამბობს, ეს ურწმუნოების ნიშანია. და იდრტვინეს ღმერთსა და თქვეს, ნუ უძლოს მე აღმერთმან გამზადება ტაბლაი უდაბნოსა შინა. ესე იგი ბასილი დიდი ნახეთ, ხალხმა შეიტანა ღვთის ძალაში და ესე იგი ბასილი დიდი ასევე გვარწმუნებს, რომ ეჭვი ღმერთის წინაშე სისულელეა, ხო? მე-20 მუხლი ვინაიდან საკლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს პურისა მოცემადსა ნუ უძლოსა, ხო? ანუ გამზადება ტაბლა იერსათვის. ესე იგი ხალხი ეჭვობს, შეძლებს თუ არა ღმერთი მათთვის საჭმლის მიცემას და ოქროპირი ამბობს, რომ ეს ღვთის ძალის უგულებელყოფაა. შემდეგ მეგობრებო 21 მუხლია, შეგახსენებთ, ეს არის 77 ფსალმუნი, ცოტა დიდი ფსალმუნია. ამისთვის ესმაუფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის და რისხვა ახდა ისრაელსა ზედა. ღმერთი განრისხდა ხალხის უწმუნოებაზე და თეოფილაქტე გვარწმუნებს, რომ ღმერთის რისხვა სამართლიანია. რამე თუ არა რწმენა მათ ღმრთისა არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა. ხალხის უწმუნოებამ გამოიწვია ღვთის რისხვა და ესე იგი რწმენა ღმერთის ხსნის საფუძველია, მეგობრებო. 23 მუხლი და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმოდა ბჭენი ცათანი განახუნა. ღმერთმა გახსნა მანანის მისაცემად. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს ღვთის წყალობის გამოვლინებაა. და უწვიმა მათ მანანაი საჭმლა და პური ცათაი მოსცა მათ.
და პური ანგელოსთა იჭამა კაცმან საზრდელი მოუვლინა მათ განსაზღებელად. ნუ ღმერთმა ანგელოსთა საზრდელი მისახავს, ანუ ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ღვთის უხვი, ესე იგი მზრუნველობის ნიშანია. აღადგინა ბღვარი ცით გამოდა გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი. ესე იგი ღმერთმა ქარი გამოიყენა მწყრის გამოსაგზავნად. რა თქმა უნდა, ბუნებაც ღვთის ნებას ემორჩილება. შემდეგ 27 მუხლი. და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღვათაი ფრინველი ფრთოვანი. ღმერთმა მწყერი უხვად მიაწოდა და ესე იგი ღმერთის სიუხვის გამოვლინებაა ეს, როგორც თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს. და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა გარემოის კარვებსა მათსა და ჭამეს და განძღეს ფრია და გულის თქუმაი მათი მოსცა მათ. ივანე ოქროპირი ღმერთმა მისახავს რაც სურდათ და ეს ესე იგი გვაფრთხილებს ოქროპირი, რომ ზოგჯერ ჩვენი სურვილები საზიანოა. და არა ხვებულ იქმნეს გულის თქმისა მათისაგან იყოღა საჭმელი პირსა მათსა და რისხვა ღმრთისა იახდა მათ ზედა და მოსწყვილდა მრავალი მათგანი და რჩეული ისრაელისანი დაამხუნა. ესე იგი ღვთის განაჩენმა დასაჯა ხალხი და ბასილი დიდი ამბობს, მეგობრებო, რომ ღმერთის რისხვა სამართლიანია უმადურობის გამო. 32 მუხლი ვაგრძელებთ. ამას ყოველსა ზედა ცოდე სვეღა და არ არწმენე საკვირველებათა მისთაი და მოაკვდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნის სწრაფით. ესე იგი ხალხის სიცოცხლე ამოვებით გაიფანტა. თეოფილაქტე ამბობს, რომ ცოდვა ცხოვრებას ანგრევს. რაჟამს მოსრავენ მათ მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიეთ და აღიმსთობიეთ ღმრთისა მიმართ. ესე განსასწრელში ხალხი ღმერთს მიმართავდა და ბასილი დიდი ამბობს, რომ განსასწრელი ხშირად ღმერთთან გვაახლოვებს, ხო? ჩვენ ვიცით, ზოგჯერ ცხოვრებაში არის ესეთი მომენტები. ადამიანი ზოგჯერ წვენით ღმერთთან მოდის განსასწრებით, გაჭირვებით, რაღაცა დიდი ცოდვა აქვს და ასე მოდია ღმერთთან. შემდეგი და მოიხსენეს რამე თუ ღმერთი მწე მათ დაარს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათ დაარს. ესე იგი ნახეთ მეგობრებო, ხალხმა გაიხსენა რომ ღმერთი მათი მხსნელია და ივანე ოქროპირი გვარწმუნებს ღვთის ხსენება, რომ ხსნის გზა არის, ხო? ღვთის ხსენება. და შეიყვარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცხრუნეს მას. ესე იგი ხალხის სიყვარული ზედაპირული იყო და თეოფილაქტე გვაფრთხილებს ნამდვილი რწმენა გულის სიღრმეშია. ხოლო გულნი 37 მუხლი, ხოლო გულნი მათნი არაწყრფელ იყვნენ მისა მიმართ, არცა ერწმუნეს აღთქმასა მისა. ხალხის გული არ იყო გულწრფელი, ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი გულის სიწრფელეს ითხოვს. ასეც არის ნამდვილად უფალს ჩვენ გულს უყურებს. და არადა ჩვენ რაღაცას გარეგან რაღაც კარგი. შემდეგ 38. არამედ იგი თავადი არს მოწყალე და
უხინოს სოდვათა მათა და არა განღწნეს განამრავლა გარე მიქცევად გულის წყრომა იმისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა და ეს უკვე 39 და მოიხსენა რამე თუ ხორციელ არიან სულ წყარმავალ და არღარა მომაქცეველ. გამარტება ასეთია მეგობრებო, რომ ღმერთმა გაიხსენა ადამიანის სისუსტე. თეოფილაქტე ამბობს, რომ ღმერთის წყალობა ჩვენ სისუსტეს ითვალისწინებს. ღვთის წყალობა, ხო? შემდეგი რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსასე და განარისხეს იგი ქვეყანასა უწყულსა და მოაქციეს და განსადოს ღმერთი და წმიდა იგი ისრაელისაი განარისხეს. ხალხი განაგზობდა ესე იგი ღვთის გამოცდას. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს ისრაელის წმინდის, ესე ვთქვათ, შეურაცხყოფაა. შემდეგი შეგახსენებთ მეგობრებო, ეს არის ფსალმუნი 77 და ვაგრძელებთ 42 მუხლიდან. არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღეს ამას, რომელსაც აიხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებოთა მათთაისა. ესე იგი ხალხმა დაივიწყა ღმერთის ხსნა და ესე იგი თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, რომ გვარწმუნებს, რომ მადლიერება ღვთისადმი აუცილებელია და ნამდვილად ასე არის მეგობრებო. ვითარიგი დაასხნა ეგვიპტეს შინა სასწაული მისნი და ნიშნი მისნი ველსამას ტანეუსა. ესე იგი ღვთის სასწაულები ეგვიპტეში გამოჩნდა და ბასილი ამბობს, რომ ეს ღმერთის ძალის ნათელი მაგალითია. შემდეგ 44 მუხლი და გარდა აქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი რაითა არა სვან მიავლინა მათ და ძაღლის მწერი და შეჭამნა იგი და მყვარი და განღწნა იგინი და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსელნი მათნი თრთვილითა მისცა სეტყვასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა. ესე იგი ღმერთმა სეტყვითა და ცეცხლით დასაჯა ეგვიპტე და ესე იგი ეს ნამდვილად ღმერთის ძლევამოსილებას აჩვენებს. შემდეგი 49 მუხლი მიავლინა მათ და რისხვაი გულის წყრომისა მისისაი გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოსთა მიერ ბოროტა. ღმერთმა ანგელოზებით განახორციელა თავისი განაჩენი. ბასილი ამბობს, რომ ეს ღმერთის რისხვა სამართლიანია. შემდეგ გზა უყო ალაქსა რისხვითა მისითა არა რიდეს სიკვდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკვდილსა შეაყენა. ღმერთმა სიკვდილი დასაჯა ეგვიპტე. ივანე ოქროპირი ამბობს, ეს ღმერთის სამართლიანობის გამოვლინებაა. შემდეგ 51 მუხლი და დასცა ყოველი პირმშოი ქვეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერთსა თვისა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ. ხო, პირმშოების სიკვდილი ეგვიპტის უდიდესი საჯელი იყო. ღმერთმა ასე თავისი ხალხი უდაბნოში გამოიყვანა და ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი მწყემსივით ზრუნავს თავის ხალხზე. ვაგრძელებთ მეგობრებო 53 მუხლიდან და უძღოდა მათ სასოებითა და არა შეეშინა და მტერნი მათნი დაფარნა ზღვამან. ღმერთმა ხალხი უსაფრთხოდ წარმართა, მტრები კი ზღვამ გაანადგურა. ეს არის ღვთის ხსნის სიმბოლო. და შეიყვანა იგინი მთასა მას სიწმინდისა მისისასა მთასა ამას
მოიგო მარჯვენამან მისმან და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუცილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი. ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთმა განდევნა მტრები და ესე იგი ხალხს მისცა მიწა და ასევე ბასილი ამბობს, რომ ეს ღმერთის აღთმის შესრულებაა. შემდეგი 56 მუხლი და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს. ესე იგი იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ხალხმა ისევ განაწყენა ღმერთი და ესე იგი მადურობა ღვთის სიკეთის შეურაცხყოფაა იოანე ოქროპირის გამარტებით. 57 მუხლი და მიაქციეს და შეურაცხყვეს, ვით არცა იგი მამათა მათა და გარდაიქცეს მშვილდად ელამად. ხალხი უკან დაიხია, როგორც ესე იგი გაბრუნებული მშვილდი და თეოფილაქტი ამბობს, რომ ეს სულიერი სისუსტის ნიშანია. 58 განარისხეს იგი ბორცვსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას, ესმა ღმერთსა და უგულებელს ყო და შეურაცხო ფრიად ისრაელი. ღმერთმა ისრაელი შეარწყვინა მათი ცოდვების გამო და ეს როგორც იოანე ოქროპირია გვარწმუნოს, ღმერთის განაჩენი სამართლიანია. და განიშორა მისგან კარავი სელომისა, კარავი რომელ დამკვიდრებული იყო შორის კაცთა და მისცა ტყვედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა და შეაყენა მახვილსა ერითვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს ყო, ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს. ხალხის ახალგაზრდების განადგურდნენ და თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, ეს ცოდვის მძიმე შედეგია, მეგობრებო. 64 მუხლიდან ვაგრძელებთ, მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს და ქურივნი მათნი არა იტირნეს. მღვდლები მოკლეს, ქურივებმა ესე იგი ვერ იტირეს, სრული განადგურების სურათია. და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებდა ღვინოსა. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთი გაიღვიძა თავისი ძალის გამოსავლენად და ოქროპირი ასევე ამბობს, რომ ეს ღმერთის განაჩენის დაწყებაა. გასაგებია ხო მეგობრებო, ეხლა ღმერთი გაიღვიძა, ღმერთს გაახსენდა, ეს ანთროპომორფიზმი არის, რომელიც ხშირად ჩვენ ვამბობთ და შემდეგ ანთროპომორფიზმი რა არის, ჩვენ ვისაუბრეთ მგონი ვიდეოში და შეგიძლიათ შემბრძანდეთ და მოусმინოთ. შემდეგ ვაგრძელებთ 66 მუხლი და დასცნა მტერნი მისნი მართლუკინ და საყვედრელად საუკუნოდ მისნა იგინი. ღმერთმა მტრების სამუდამოდ გაანადგურა და თეოფილაქტი ამბობს, ღმერთის განაჩენი საბოლოა. განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი და არა გამოირჩია მან. ღმერთმა უარყო ეფრემის ტომი და ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ცოდვის გამო მათი უპატივცემულობის ესე იგი ნიშანია. 62 მუხლი არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთა სიონი, რომელ შეიყვარა. ღმერთმა იუდა და სიონი აერჩია და ესე იგი ოქროპირი ამბობს, ეს ღმერთის ნების გამოვლინებაა. და აღაშენა ვითარცა მარტორქისა სიწმიდე მისი ქვეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე და გამოირჩია მან დავით მონაითვისი და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა. ღმერთმა დავითი აერჩია მწყებსიდან, ხო და ესე იგი ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ღმერთის თავდაბლობის, ესე იგი თავდაბლების არჩევანია. მე-11 და ბოლო 72 მუხლი დაგვრჩა მეგობრებო.
71 მუხლი ვაგრძელებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის ფსალმონის 77. და ცხოვართა მუცელ ქემულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა. დავითი ღმერთის ხალხის მწყემსი გახდა. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს ქრისტეს ჭეშმარიტი მწყემსის სიმბოლოა. და ბოლო მეგობრებო 72 მუხლი დამწყსიდა მან უმანტყოებითა გულისა მისი საითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ესე იგი დავითმა სიწრფელითა და სიბზნით წარმართა ხალხი და ასევე თეოფილაკ და ბულგარელი ამბობს, რომ ეს ღმერთის ნებით მართლობის მაგალითია. ყველა მეგობრებო, ჩვენ დავასრულეთ, მოვჭით, ყველა ვიც მისმენდით, ღმერთმა შეგიწიროთ და ესე იგი ასევე მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონეთ, დაალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები და აუცილებლად მეგობრებო, გააზიარეთ ვიდეოები, რომელიც არის არხზე, თქვენ შეიტანეთ, რა თქმა უნდა, წვლილი ღვთისნების და ღვთისნებების ნების და წმინდა წერილის სახარების გავრცელებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლია და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და შეგიწიროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესის და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.